ახლა სასამართლოში ვინაცვლებსა და ჩვენი ჟურნალისტი მუშაობს ქეთინა დიბაიძე, ჩვენი ასევე ჟურნალისტის და წამყვანის ქეთა ციცქიშვილის განაჩენთან დაკავშირებით გვეტყვის ის 5 დღიანი საპატიმრო სასჯელი აქვს მას გამოწერილი რეჟიმისგან. ქეთა ციცქიშვილის კოლეგებმა რამდენიმე წუთის წინ სტომათა დარბაზში მოვისმინეთ კობა ჩაგუნავას განაჩენი, რომელმაც ის 5 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. ასეთი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ტელეკომპანია ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი გაუშვეს პატიმრობაში. ვახოსანაია ქეთა ციცქიშვილი არის რამდენიმე დღით 2 თვის განმავლობაში დაპატიმრებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს მას დაატოვებინებენ ალბათ უკვე რამდენიმე წუთში და გადაიყვანენ უკვე იზოლატორში. ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის რომელი იზოლატორში, თუმცა დიდი ალბათობით ეს არ იქნება თბილისში, რადგან საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორები არის გადავსებული და უკვე რეგიონებში მიყავთ აქციის მონაწილეები იმისთვის, რომ საპატიმრო სასჯელები მოიხადონ. ახლა ჩემს გვერდით იმყოფება ჩემი კოლეგა დავით ქაშიაშვილი, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და წამყვანი, რომელიც ერთ-ერთი იყო დღეს დამწრე პირებს შორის. და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს არ იყავი ესე რომ ვთქვათ, მხოლოდ ჟურნალისტის სტატუსით ამ დარბაზში. ქეთა ციცქიშვილი არის ჩვენი თანამშრომელიც. ჩაბეჭდილება როგორი არის შენი გითხარი პირველ რიგში? ხო, რაღაც ნათქვამი მქონდა ჩემი თავისთვის, რომ ახლობლების პროცესებს აღარ დავესწრები, თქო ჩემი შვილის პროცესების რო ვიყავი, მე ძალიან ნერვიულობ ხოლმე იმ მოსამართლობით, რაც ხდება შიგნით. საბეჭდილება ძალიან ისეთი მაქვს და შევეცდები თავი შევიკავო. ერთ დეტალზე გავამოყოლებ ყურადღებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს ახალგაზრდა ქალი, ალბათ 25 წლამდე და მოსამართლეს უთხრა, რომ ჩვენო დავადგინეთო, რომ 3 ოქტომბერს ქეთის შვილი უკვე გახდა 12 წლისო. ამიტომ კანონით უკვე გაქვთ უფლებაო 12 წელს მიაღწია ბავშვმა და აუცილებლად დააპატიმრეთო. აი მონდომებით ითხოვდა ეს ხალბატონი ამას. და გავიდა მოსამართლე და მალევე დაბრუნდა და 5 დღით გაუშვეს ციხეში, ხო? ნუ არ ვიცი, არა შეიძლება რომ გითხრა, სამწუხარო არის და თან უსამართლო რა ის ვინც შენს უფლებებს უნდა იცავდეს სინამდვილეში, არავინ არაფერი აღარ დარჩა, ხო? შენი უფლებების დამღებად იქცა ყველა და ყველაფერი და ძალიან სამწუხაროა. ციხეშია ვახოს, ციხეში ახლა ქეთაც. რა არის ეს? რა ნაბიჯია უფრო სწორად ეს ჟურნალისტების წინააღმდეგ გადადგმული? შეიძლება რიტორიკულად ჟღერს ახლა ის კითხვა ჩემი მხრიდან, თუმცა შენ როგორც ჟურნალისტმა რომ გითხრა, რა ნაბიჯი არის ეს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ? იცი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ არც ერთ ხელისუფლება არ არის ხოლმე და არ ყოფილა რაღაცნაირად ისე რა, რომ მოსწონებოდა და ყვარებოდა მედია, მაგრამ ამას ვერავის ვერ შევადარებ, ამათ ყველა და ყველაფერი ზულდა განსაკუთრებით კრიტიკული სიტყვა, რაც სამწუხაროდ მათი მონაპოვარია და შეჭამეს გაანადგურეს. მადლობა დავით, მადლობა. ადვოკატები გამოვიდნენ ახლა. დიტო, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში მუშაობ. პირდაპირ ეთერში მუშაობს, თუ შეიძლება დიტო საძაგლიშვილი, ქეთა ციცქიშვილის ადვოკატი. დიტო, შეგვიფასე ეს რამდენიმე საათიანი სტომა და სტომის დასასრული, ანუ გადაწყვეტილება ყობა ჩაგუნავასი. ხო, რეალურად ეს ყველაფერი იყო გარდა სასამართლოს სტომისა, ჩვენ ვადევნებთ თვალს დიქტატურის დამყარებას, სადაც განსხვავებული აზრი უკვე პირდაპირ პატიმრობით ისჯება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ არც მხარეების პოზიციას, არც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ელემენტარული მტკიცებულებათა გაცნობის და ჩვენი მხრიდან წარდგენის საშუალება არ მოხდა სასამართლომ, ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ და ისე მიიღო გადაწყვეტილება. მინდა კითხო ბოლო დღეების პრაქტიკაზე, რომელიც დაგნერგა ფაქტობრივად პოლიციამ, რომ დაკავებულები გადმოყავთ პირდაპირ სასამართლოში, არ აძლევენ ადვოკატებთან შეხვედრის შესაძლებლობას, არ გადასცემენ საქმის მტკიცებულებებს ადვოკატებს. რა პრაქტიკა რამდენად შეიძლება იჭდებოდეს სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპებში? არა, რა თქმა უნდა, არანაირი საერთო ამ შენობას და სიტყვა სამართალს ერთმანეთთან აღარ აქვს, უბრალოდ სასამართლოს შენობას ვეძახით, თორე სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ხედავთ, რომ საკანონმდებლო აქტები, რომელიც არეგულირებს შეკრების და მანიფესტაციების საკითხებს, იცვლება თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში და კანონის მისაღებად ერთი დღე ყოფნით და იმავე დღეს აწერილებენ პრეზიდენტს ხელს, ხო? შეუძლებელია რომ ამ პროცესს სამართალთან რაიმე კავშირი ქონდეს. მადლობა დიდი. უსმენდით დიტო საძაგლიშვილს, რომელიც ჩემი კოლეგა ქეთა ციცქიშვილის ინტერესების დამცველი არის. გადაწყვეტილება გამოცხადებულია დაახლოებით 3 საათნახევრიანი განხილვის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების ავტორი არის მოსამართლე ყობა ჩაგუნავა, რომელსაც რეალურ ავტორად არ მიიჩნევენ მხარეები. დაცვის მხარეს გულისხმობ და მოისმენთ ალბათ ადვოკატის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არ არის კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება. ვახოსანაიას შემდეგ უკვე ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი უკვე 5 დღიან პატიმრობაში გაუშვეს. მას რამდენიმე წუთში ალბათ დაატოვებინებენ უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობას და გადაიყვანენ
იზოლატორში, რათა ეს სასჯელი მოიხადოს. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში მოსამართლე კობა ჩაგუნავამ არ გამოკითხა არც ერთი მოწმე ამ საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს უთხრა უარი, არ გამოიკითხნენ არც პოლიციელები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ და არ გადადო არც დღევანდელი საქმის განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს საქმის მასალებზე წვდომა არ ქონდა და რეალურად სრულფასოვნად ისინი ამ მასალებს არ იცნობდნენ და საბოლოოდ დღესვე მიიღო ერთწლოვანი დაასრულა, დღესვე მიიღო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება. ასეთი არის ბოლო ცნობები სასამართლოდან. ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ქეთა ციცქიშვილის ჩათვლით დღეს ჯამში 4 მოქალაქე, აქციის 4 მონაწილე გაუშვათ თბილისის საქალაქო სასამართლო პატიმრობაში.